აჭარის განათლების სამინისტროში კი სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სპეციალური კომისია 37 სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველს შორის იმ საუკეთესოს შეარჩევს, რომლებიც ბოლო ეტაპზე სკოლის სამეურვეო საბჭოზე წარსდგებიან. გასაუბრების მესამე ეტაპი ხვალ დასრულდება. ბოლო ეტაპზე ის კანდიდატი გავა, რომელთა კონცეფციასაც კომისია საუკეთესოდ მიიჩნევს. თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი სამ სკოლაზე ერთდროულად შეიტანოს. სამეურვეო საბჭომ დირექტორები ქალაქში მოქმედი 29 სკოლისთვის უნდა შეარჩიოს. იმ შემთხვევაში, თუ კი სამეურვეო საბჭოს პოზიცია დაუსაბუთებელი იქნება, მინისტრი უფლებამოსილია სკოლის დირექტორი თავად დანიშნოს. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, აქ პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც დირექტორების დანიშვნის პროცესი ქვეყნის ყველა ქალაქში მოქმედ სკოლებში დასრულდება. თუმცა აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში სერტიფიცირებული დირექტორების სიმცირეა. ეს არის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი, სადაც დირექტორები წარდგებიან თავისი ხედვით. მე პირადად დავასახელი ლიტერატურის მიმართულება, ლიტერატურული კლუბი, რომელიც მძლავრად არის, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა სკოლის პრიორიტეტია მაღალი აკადემიური დონე, დისციპლინა და წარმატებები საატესტატო თუ ეროვნულ გამოცდებს. აქცენტი ძირითადად კეთდება განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რაც ბუნებრივად მნიშვნელოვანია, თუმცა როცა ისმება კითხვა როგორ ისმის ზოგადი ასე ვთქვათ ფრაზები, მე მესმის რომ განათლების ხარისხის ამაღლება ერთ სკოლაში კონკრეტულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის ერთიანი საგანათლებლო სისტემა და ის ამაღლდება იმის მიხედვით, როგორ ამაღლდება თვითონ საქართველოში ზოგადად ეს განათლების ასე ვთქვათ კრიტერიუმები. აქედან გამომდინარე არის გარკვეული ხედვები, გარკვეული საგნების განვითარებისა, ინფრასტრუქტურული ვთქვათ გეგმები აქვს, თუმცა იმავდროულად აქცენტს აკეთებენ ფინანსების ნაკლებობაზე, თუმცა ეს ფინანსები რომ მოიზიდონ, აუცილებელია კონტინგენტი გაიზარდოს, კონტინგენტი რომ გაიზარდოს, ამას კიდე სხვა პრობლემები ახლავს. რამდენიც გასაუბრებაზე მიიღებს დამაკმაყოფილებელ შეფასებას, იმდენივე წარდგება სამეურვეო საბჭოების წინაშე. ალბათ გვექნება სკოლები, სადაც 3 ან 4 კანდიდატის კი წარმოადგინოთ. საჩვეულის ვადებიც იქნება და ამას საქართველოს განათლების მინისტრის ადმინისტრაციული ბრძანებით მოხდება მათი წარდგენება სამეურვეო საბჭოებთან.